ფილიპეს კესარიის მხარეს რომ იდიოდნენ, იესომ კითხა თავის მოწაფეებს. რას ამბობს ხალხი? ვინ არისო კაცის ძე? მათ უთხრეს. ზოგი ამბობს იოანე ნათლისმცემელიაო, ზოგი ელიაო, ზოგი იერემია, ან ერთი წინასწარმეტყველთაგანი. უთხრა მათ. თქვენ კი რას იტყვით? ვინა ვარ მე? სიმონ პეტრემ უთხრა მას პასუხად. შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღვთისა. მიუგო მას პასუხად იესომ. ნეტარ ხარ შენ, სიმონ იონას ძე. ვინაიდან შენ ეს გამოგიცხადა არა ხორცმა და სისხლმა, არამედ მამაჩემმა, რომელიც ზეცაშია. მეც გეუბნები შენ, შენა ხარ პეტრე და ამ კლდეზე დავაშენებ ჩემს ეკლესიას და მას ვერ დაძლევს ჯოჯოხეთის ბჭენი. მოგცემ შენ სათასასუფევლის გასაღებებს და რასაც შეკრავ დედამიწაზე, ზეცაში შეკრულ იქნება, ხოლო რასაც გახსნი დედამიწაზე, გახსნილ იქნება ზეცაშიც. მაშინ გააფრთხილა მოწაფეები, არავისთვის გაემხილათ რომ ის ქრისტეა. მას შემდეგ დაიწყო იესომ გამხელა თავისი მოწაფეებისათვის, რომ უნდა წასულიყო იერუსალიმს და ტანჯულიყო მღვდელმთავრებისა და წიგნობრებისაგან, მოკლული ყოფილიყო და მესამე დღეს აღმდგარიყო. პეტრემ გაიხმო იგი და არწმუნებდა. შეიწყალე თავი უფალო. ის კი მიუბრუნდა პეტრეს და ხრა. მომცილდი სატანავ. ჩემი საცდური ხარ, ვინაიდან ფიქრობ არა იმაზე, რაც ღვთიურია, არამედ იმაზე, რაც ადამიანურია. მაშინ თავის მოწაფეებს უთხრა იესომ. ვისაც უნდა რომ მომყვეს, უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს. ვინაიდან ვისაც სურს თავის სულს გაუფრთხილდეს, ის დაკარგავს მას, ხოლო ვინც ჩემი გულისათვის დაკარგავს სულს, ის მოიპოვებს მას. რა სარგებლობა აქვს ადამიანს, თუნდაც მთელი ქვეყანა შეიძინოს, თავისი სული კი დაკარგოს? ან რას გაიღებს ადამიანი თავის სულის სანაცვლოდ? ვინაიდან მოვა კაცის ძე თავისი მამის დიდებით, თავის ანგელოზებთან ერთად და მაშინ მიუზღავს თითოეულ კაცს მისი ნამოქმედარის მიხედვით. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არიან ზოგიერთები აქ მდგომთაგან, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს, სანამ არ იხილავენ კაცის ძეს თავის სასუფეველში მომავალს.